ამ ვიდეოში გამოვსდი ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობ კინმეულ მომენტებს. როგორიცაა? გადაკარგულ ადგილას ბენზინი გაგითავდა. და ახლა პირველ რიგში ალბათ რაც უნდა გააკეთო, ეს არის მოძებნო ყველაზე ახლოს სად არის ბენზინი გასამართლებელი. და მანქანით არის 10 წუთი, მაგრამ ფეხით ეს აი ამდენი დრო არის. რა დაგვრჩენია ერთადერთი პლასმასის ჭურჭელი ავიღოთ და წავედით. მაგდა არ გვაქვს, წავედით. სანამ მივალ, მაქამდე გეტყვით, რომ ამ ვიდეოს მიზანია გამოვავნოთ ჩემთვის ყველაზე მტკივნეული მომენტი. როგორც ყოველთვის ბენზინის მოსატანად წასვლა ნიშნავს ძალიან დიდ გზაზე სიარულს და ამას დამატებული კენჭები ფეხსაცმელში. მეგონი მოვიდით. და აღმოჩნდება, რომ ჩვეულებრივ პლასმასის ჭურჭელში ვერ ჩაასხავ ბენზინს და საჭიროა სპეციალური ჭურჭლის ყიდვა. ერთი კარგი ის არის, რომ მაღაზია გვერდზე არის. შინელი. Всё, მადლობა. ამაში კი ჩაგუსხავენ. იმედი მაქვს. ვა. Всё. ეგ არის, ეხლა წავედით. ხოლო სანამ მანქანასთან მივალ, მაქამდე გეტყვით, რომ თუ აქამდე რაც ნახეთ, აქედან ერთი მაინც არ გაგიცდიათ, აი ეს უეჭველი ყველა თქვენგანს დამართნიათ. შემდეგი ნემსის ვერაღება მაგიდიდან. მართლა ვერავი, აი. შემდეგი ძაფის ნემსში გაყრა. მიღებ. აგად გავამაჩინე. სკოტს ვერ პოულობ. იპოვე, მაგრამ ყავის დალებისას შემთხვევით ყავა გადაგესხა. გამოვიცვლი და მოვა. გამოვიცვალე და როგორც ყოველთვის ყავის ჭიქის დადებას აი ეს მოყვება ხოლმე. საჭმლის ტაფიდან გადმოგების დროს პორცია ძირს დაგივარდა. ჩაის დასხმის დროს ჩაისფერი მთლიანად შიგნით ჩავარდა. ორცხობილად ჩაიში ჩალობისას შიგნით ჩავარდა. ცუდად გახსენი ხაჭო. კონსერვს გახსნისას თავი მოძვრა. აი ხა ამის გახსნა ტანჯვა არა სული. კოვზი სუფში ჩაგივარდა. ვიცი ჩანს და კაია. პისტის ჭამის დროს აი ესეთი პისტა შეკვდათ. მაგრამ გასწავლით როგორ იქცევით ასეთ შემთხვევებში. იღებთ რამე მაგარს. როგორც იქნა წაუსვი ჯემი კარამქიან პურზე, მაგრამ კეჩუპით ჩარვალი დაგესვარა. კერჩი ბევრი მარილი მოგივიდა. კოვზის გარეცხვისას გაიწუწე. ნაგავის მაგივრად კოვზი გადააგდე. ფრანჩი საჭმელად დაჯექი და რძე აღარ გაქვს. შემთხვევით წყალი წაგექცა. და თან შემთხვევით გატეხე. სარიელი მაცივარი. საჭმლის მომზადებისას გავარვარებულ ტაფაზე შემთხვევით თითი მიგედო. ახლა კი დავუბრუნდეთ იმ მომენტს, სადაც მანქანისკენ ბენზინით მივდივარ. როგორც იქნა მოვახციეთ. ბაგი გავხსნათ. ხა ეს ჩავას ხავ, არ ვიცი. ჩაისხმევა ესე? ო, ესე არის ხმევა.
ნახე ვარ ძირზღვი. ეს აორთქლდება უცებ. პრობლემა არის ძაბრის არ ქონა, მაგრამ ძველებურად გადავჭრი ამ პრობლემას. კარგია რომ ეს მაინც გვაქვს. აი. ტუტორიალები როგორ გააკეთოთ ძაბრი სახლის პირობებში. შემდეგ ამას აი ესე ჩავდებ და აწი უფრო მარტივად ჩაისხმევა წესით. ვაუ. კომაგარია. შო, გადავრჩით. გავაგზავნოთ. მანქანა შეჭიქი და ტელეფონის კაბის გვერდზე ჩაგივარდა. რა უნდა მოილო. აუ, დასახვევი აგერია. შემდეგ ეს არის მანქანის გაჩერება. აქ შეიძლება, აქეთ. არა. აქეთაც დაკავებულია. აქეთ სატვირთოებისა. დაახლოებით 2 კილომეტრი უკვე გავიარე ჩვეულებრივად და დეჟურობით ადგილი ვერ ვნახე. ვერც ვნახავ, რა თქმა უნდა. მანქანის პარკირებისას შემთხვევით და ცოტაზე მიაკრა. და რა თქმა უნდა, საცობი. ამის გარეშე ხო რა თქმა უნდა შეუძლებელია. მანქანა ზონალურ პარკირებაზე გააჩერე, მაგრამ პარკირების ჩართვა დაგავიწყდა და დაგაჯარიმეს. მანქანის სამრეცხაოსთან დაუსრულებელი რიგი. შევედით. არა. ეხა წყლის დროა. შო, ეგ არის, მაგრამ მოიცა. კოვრიკები დამავიწყდა. შო, ეგ არის, მანქანა გარეცხილია, უბრალოდ ერთი პრობლემაა. თაღა მოსვე ძალიან მაგრად გაწვიმდა. წვიმა შეხედეთ პროსტა რა იმე. დინარე გაიჩიტა აქვე იმე. და შემდეგი ეს არის ავტობუსა, მოიცა. ავტობუსმა გაგასწრო, ეხლა შემდეგს უნდა დავაეულოთ. ადგილი არ არის და ფეხზე გიწევს დომა. ფეხზე დაკაფიჩეს. პარათით. ადერასურდა? კარგით. ცუდი. როცა ბარაზით ახლა არ აღმოგაჩნდა და მოლარესთან უბრალოდ გაგიტყდა. ცუდი გზნობაა. შემდეგი ყველაზე უთქმელი მომენტი ეს არის. რა დაესა? ეს არის ტელეფონის დავარდა, მაგრამ არა უშავს თუ შენ ახლა არ ჩემს არხს გამოიწევ და ლაიქებ ამ ვიდეოს და დამიწერ კომენტარს. მომავალ ვიდეომდე.